მეშვიდე კლასის მოსწავლე ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მოზარდმა ხელი მოიტეხა და ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ნარკოზის შეყვანის შემდეგ კი არასრულწლოვანს გული გაუჩერდა. ოქტარზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო. მცირეწლოვან შვილიშვილს ზეძალადობაში მსჯავრდებული ქალი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ TikTok-ის ლაივში ბავშვს ისევე ჭხუბა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ მცირეწლოვანი სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს. მოხდარზე კი გამოძიება დაიწყო. 2 წლამდე ბავშვს ზეძალადობის ბრალდებით ქალი 2025 წლის სექტემბერში დააკავეს. მან ბავშვს TikTok ლაივში სცემა. ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონ პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში ორი ქვეყნის დაზვერვის მოქმედება. კანონ პროექტში გამოთქმულია ვაშინგტონის შეშფოთება, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო უახლოვდება ამერიკის მთავარი მეტოქეების მიერ კონტროლირებულ პოლიტიკურ ორბიტას. ამერიკელები ივანიშვილს თხოვდნენ პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მათ არ იციან, რას აკეთებენ და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელია. კობახიძის მტკიცებით ეს იყო ამერიკის მოთხოვნა. საუბარია პერიოდზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკურ თანამდებობას არ იკავებდა.